ერთ შაბათს განთიადისას მოვიდნენ სამარხთან და მოიტანეს სურნელებანი, რომლებიც მომზადებული ჰქონდათ. და ნახეს ლოდი სამარხიდან გადაგორებული. მაგრამ რომ შევიდნენ ვერ ნახეს უფალი იესოს გვამი. ამის გამო შეფიქრიანდნენ და მას წინაშე წარსდგა ორი მამაკაცი ბრწყინვალე სამოსელით მოსილი. რა კი შეძრწუნდნენ და სახე მიწად დახარეს, მათ უთხრეს. რას ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის? არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო. ამბობდა, რომ კაცის ძე ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგეს. და მათ გაიხსენეს მისი სიტყვები. დაბრუნდნენ სამარხიდან და ყოველივე ეს უამბეს იმ 11-ს და ყველა დანარჩენს. ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა და იაკობის დედა მარიამი და დანარჩენები მათთან ერთად, რომლებმაც მოუთხრეს მოციქულებს ეს ამბავი. მაგრამ ეს სიტყვები ფუჭად ეჩვენა და არ დაუჯერეს მათ. ხოლო პეტრე ადგა. გაიქცა სამარხისკენ და რომ დაიხარა, ხოლო ტილოები დაინახა და დაბრუნდა მომხდარის გამო გაკვირვებული. და იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა ერთ სოფელში, რომელიც 60 სტადიონით იყო დაშორებული იერუსალიმიდან და ერქვა ემაუსი. ისინი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ ყოველივე ამის გამო. ამ ლაპარაკსა და მსჯელობაში რომ იყვნენ, თვით იესო მიუახლოვდა და გაჰყვა მათ. მაგრამ თვალები დაბმული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი. უთხრა მათ. რაზე მსჯელობდით გზაში ერთმანეთში? ისინი შეჩერდნენ დაღონებულნი. ერთმა მათგანმა სახელად კლეოპამ პასუხად უთხრა მას. ნუ თუ ერთი შენახარ უცხო იერუსალიმში, რომ არის რაც იქ ამ დღეებში მოხდა. მან ჰკითხა. რა მოხდა? ხოლო მათ უპასუხეს. იესო ნაზარეველზე ვლაპარაკობთ, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვით, ღვთისა და მთელი ხალხის წინაშე. როგორ გადასცეს იგი ჩვენმა მღვდელ მთავრებმა და მთავრებმა სიკვდილის მისასჯელად და ჯვარს აწვეს. ჩვენ კი იმედი გქონდა, რომ იგი სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოესყიდა ისრაელი. ყოველივე ამასთან ერთად უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა. მაგრამ ზოგიერთმა დედაკაცმა ჩვენიანთაგან გაგვაუცა. ისინი დილა-ადრიან იყვნენ სამარხთან და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და თქვეს, რომ იხილეს ჩვენება ანგელოსთან, რომელთაც უთქვამთ ცოცხალიო. ზოგიერთი ჩვენთაგანით წავიდა სამარხისაკენ და მართლაც იგივე დაინახეს, რასაც დედაკაცები ამბობდნენ. ის კი ვერ ნახეს. მან უთხრა. ვოი უგუნურნო და გულით მძიმენო, ყველაფრის იმის სარწმუნებლად, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ. განა 100 არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში. დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მის შესახებ ნათქვამს. მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ის კი თითქოს გზის გაგრძელებას აპირებდა. მაგრამ ისინი აკავებდნენ მას და ეუბნებოდნენ. დარჩი ჩვენთან, ვინაიდან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა. ისიც შევიდა, რომ დარჩენილიყო მათთან. როცა მათთან იჯდა, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ. მაშინ თვალი აეხილათ და იცნეს, მაგრამ ის უჩინარი შეიქმნა მათთვის. უთხრეს ერთმანეთს.
განა არ ღვიოდა ჩვენი გული ჩვენში, როცა გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს გვიხსნიდა. ადგნენ იმავე ჟამს და დაბრუნდნენ იერუსალიმში. მონახეს შეკრებილი 11 და მათთან მყოფნი, რომელიც ამბობდნენ, რომ უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს. მათაც უამბეს გზაში მომხდარი და ისიც, როგორ იცნეს იგი პურის გატეხვისას.